ვაიმე რასიგიშია ეს რომ მიკეტოს გიორგი ექი მოგთხოვ ეხა გაჩვენო თან ვერ ხვდები უცებ რა შვება ეხა ნახე მე არ ვკეტავ ნო როდო მე არა მაგ კი მაგრამ არ ვიცი როგორ ხო ეხა უყურებ ხო 1 2 3 არა თუ არ მაქვს მასაჟი ხო მასაჟი ბატონ გიორგი ანუ ეს მანქანა შენ კი არ გემორჩილება შენ გიმორჩილებს გიმორჩილებს ძალიან კი მიხდება აი ქალს უხდება საჭები აბა ბიჭებო მოგასრიალეთ მოგასისინეთ პირდაპირ სტუდიის მაგიდასთან რა ვქნა მეტი პატივი როგორ გცეთ მადლობთ რა მომწონს ეხა რომ არანაირად არ დავაბინძურეთ ჩვენ სტუდია ეკოლოგიურად ანუ ვამლი და გამონაბოლქვი არ მოვიტანეთ კი ბატონო ასე რომ მაწი სულ შემიძლია მოგიყვანოთ ხოლმე ჩვენ ოღონდ მიხარი იცოდე ამ სიტყვას ასრულებ კარგი ყველას თვალწინ დავდე და თუ ეს მანქანა მეყვარება შემოგიყვანთ ხოლმე მეტი რა გავაკეთო მოდით ახლა გადავინაცვლოთ ისევ ჩვენს მოდი სტუდიას როგორ იღება აი ეს ესე იღება დია იღება და იაციკი არა მიწოლა აღარ ჭირდებოდა აი რას თორია ასე ეკოლოგიურად მოგაცუნცულეთ რაკეტვაზეც მიწოლა მადლობთ და აბა დავიკავოთ ადგილები აი ლევანი არ არის მცხოვრი შენი ავტომობილი ბენზინზე მუშაობს კი ჩემიც ბენზინზე მუშაობს სხვათა შორის და ჩვენი მანქანები ერთგვარად რაღაცა მოძველებულად ითვლება ჩემო გიორგი უკვე კი გეთანხმები ელექტრომანქანები ნელ-ნელა ანაცვლებენ ძველ ტრადიციულ საწოლზე მომუშავე მანქანებს და ეს პრინციპში კარგი ტრენდი არის ანუ დედამიწისთვის ჩვენთვის ბევრად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია ეს შექმნილი ვიდრე ჩვენი მანქანები თან ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული და ფაქტიურად ელექტრომანქანების რევოლუცია დაიწყო ეს რევოლუცია ყველა ადამიანს მოუტანს სოფლიოში სარგებელს მათ შორის ჩემნაირ ადამიანებსაც ვინც არ დარაპირებს ავტომობილის შეძენას და არც მართვას. ანუ ჩემი ელექტრომანქანი ჩვენს მოგიფრთხილდები? ჩემ ჯანმრთელობას და ჩემნაირი ადამიანების. ანუ წარმოიდგინეთ თუ მოახერხეთ კაცობრიობამ რომ გადავიდეთ ელექტრომანქანებზე ეს იქნება ანუ აი დედამიწისთვის ატმოსფეროსთვის ამოსულ თქვა და შესაბამისად ჩვენთვისაც ამოსულ თქვა. ტრადიციული ანუ ეს საწოლზე მომუშავე მანქანები იმ გაბონაბოლქვში გამოყოფენ ძალიან ბევრ მავნე ნივთიერებას, კარცინოგენს, არაკარცინოგენს, რომელიც იწვევს 10,000-ობით დაავადებას და ნაადრევ სიკვდილსაც. მაგალითად, ციკა მინდა გითხრა, რომ ფილტვის კიბოს ერთ-ერთი რის ფაქტორი სწორედ დაბინძურებული ჰაერია. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ეს არის ძიმე მეტალები, ანუ ტყვია. ამ გამონაბოლქვში, რომელიც ანუ ჰაერში შეწონილად რჩება და საწვავის დამსახურებითაც ხო, და 1 მეტრის სიმაღლეზე და წარმოიდგინე განსაკუთრებით საშიში არის ბავშვებისთვის, ავიანთის სიმაღლიდან გამომდინარე. პირდაპირ სუნთქავენ ესე ტყვიას. აი იმ სმოგში დგანან და ცხოვრობენ. ის ორგანიზმიდან გამოტანა ურთულესი პროცესია და სულ რამოდენიმე ქვეყანას შეუძლია ამის გაკეთება. ელექტრომანქანებს ნამდვილად არანაირი გამონაბოლქვი არ გააჩნიათ, აღნიშნულიდან გამომდინარე ისინი არანაირი მავნე ნივთიერებებს, რომელსაც შეუძლია გარემო დააბინძურონ, არ გამოყოფენ. გამოდის რომ რაც უფრო მეტია ელექტრომანქანა და ნაკლები ბენზინის მომხმარებელი მანქანა, მით უფრო კარგი ეკოლოგიაში რჩება ყველას, ხო? კი ბატონო. ანუ სუფთა ჰაერი ეს არის ანუ ყველაზე დიდი დამსახურება ამ ტიპის მანქანების. ძალიან კარგია რომ აქამდე მოვედით, ასე ვთქვათ, კაცობრიობა უკვე ამ ფიქრთან მოვიდა, ჩვენივე გაფუჭებული რომ ახლა ჩვენვე გამოვასწოროთ ერთგვარად და სტატისტიკაც გვაჩვენებს რომ 2024-25 წლებში 4 შეძენილი მანქანიდან 1 მანქანაა გახლავთ ელექტრომობილი. და რაც თავარია ამბობენ რომ უკვე შემდგომ წლებში, ეს არის 2025-29 წლებში, ეს მაჩვენებელი სადღაც 7%-მდე მზარდი იქნება. კიდე მეცეს გეტყვი რომ ან 2035 წლისთვის ფიქრობენ რომ ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, კალიფორნიის შტატში, ქალაქებში არც ერთი ბენზინზრავიანი სატრანსპორტო საშუალება აღარ ივლის. კიდე მინდა გითხრა რომ ჩვენს ქვეყანაშიც უკვე ვხედავ ამ ტენდენციას, ასე ვთქვათ. თუ ვინმე ფიქრობს მანქანის შესვლას, ყველას ეფიქრება უკვე რომ ელექტრომანქანა იყოს და ეს. ჩვენ კი გვაინტერესებს კიდე უფრო მეტი, თუნდაც სტატისტიკის შესახებ და რა არჩევანი შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით და ამისათვის დავპატიჟებ სტუმარს E-Motors Georgia's გენერალურ დირექტორს ირინე დარჩიას. მოგესალმებით.
პირველ რიგში წყალს შემოთავაზებთ. წყალი მთის მათვისაა, ვისი ცხოვრება სავსეა ენერგიით. წყალი მთის 0% ბრობადით. Coca-Cola Bottlers Georgia გვიზიარებს მასშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი მთის ბრენდს და საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain შორის. მოკლედ ველოდებით სიახლეებს ყოველ თვე. რაც შეეხება ამბავს, რომელიცაც დღეს დავინტერესდით, იპყრობს მსოფლიოს ელექტრომობილები. ჩვენთან რა ხდება? საქართველოშიც, როგორც მთელ მსოფლიოში, ტენდენცია მზარდია ნამდვილად. მომხმარებელი თავიდან ცოტა სკეპტიკურად უყურებდა, იმიტომ რომ მაინც თავის რაღაცნაირი უნარების გამომუშავებას მოითხოვს ელექტრომობილის ყოლა, რაღაცნაირი რუტინა უნდა გქონდეს, უნდა იცოდეს როდის დატენო, სად დატენო და ასე შემდეგ. ტელეფონზეც ხომ მივეჩვიეთ არა? ტელეფონზეც მივეჩვიეთ, ეხლა ტელეფონივით ვტენიმე პირადად ავტომობილსაც და შესაბამისად, ანუ მომხმარებელიც ინტერესით უყურებდა თავიდან, მართალი გითხრათ, უფრო ყიდულობდნენ, აი მეორე, მესამე მანქანად ელექტრომობილს, ვიდრე პირველ მანქანად, იმიტომ რომ თავიდან აკვირდებოდნენ, როგორ გამოიყენებდნენ რანაირად, რამდენად მარტივი იქნებოდა მათთვის მოხმარება, თუმცა იმ ყველა პრიორიტეტმა და პლუსმა, რაც აქვს ელექტრომობილს, გადაწონა და ეხლა უკვე ბევრ ოჯახში მხოლოდ ელექტრომობილებია. აი მოდი აი ძალიან პრაგმატულ კითხვას დავსვი. აი რამდენად მოსახერხებელია და რა სირთულეებია აი ესეთი ტიპის მანქანის მოვლაში თვითონ აი მომხმარებელს. ძირითადი შიში არის ხოლმე დიდ გზაზე რომ მიდიან, არ დაუჭდეთ ავტომობილი, რომ ანუ აი ბენზინის ყველგან რო ჩაასხავენ ელექტრომობილს. ყველგან დატენია. ხო. ეხლა სამბედნიეროდ უკვე ძალიან განვითარდა ეს სტრუქტურაც, ანუ ბევრ ადგილას დაიდგა უკვე დამტენები. უკვე ისწავლეს ის, რომ სახლშიც უნდა დააყენონ დამტენი, რაც ბევრად მარტივი არის. და რა ვიცი, არავის პრობლემა დატენვასთან დაკავშირებით აღარ აქვს. თუნდაც რო დაგჭირდეს გზაზე, რაღაც 9 საათში იტენება. 9 საათში იტენება, კი, სწრაფი დამტენის შემთხვევაში, რასაც და ისეთი კომფორტი აქვს, რომ მაგალითად 4 ლიტრი 100 კილომეტრზე თუ ჭირდება, ყველაზე ცოტა წვის ცრავიან ავტომობილს მინიმუმ 12 ყვერი მაინც ჭირდება. ნუ ძირითადად 6 ლიტრს მაინც წვავს ხოლმე, ან 8 ლიტრს ავტომობილები, ამიტომ 22 რატო აცარა? ხო, ზოგი მეც, მაგრამ ნუ საშუალოდ უფრო ჰიბრიდულ ცრავებზე ვსაუბრობ და 24 ლარის ელექტროენერგიით თქვენ ივლით 400 კილომეტრს ელექტრომობილით და თუ სახში დატენით, სამჯერ შეგიმცირდებათ კიდევ ეს ხარჯი. ეს იგი ქუჩა პიკის საათი დავხატოთ ახლა ყველაფერი. ჩვენი მანქანებით განან, გამონაბოლქვი ერთია, ძრავის ძუგდუგი და გუგუნი, მერე კიდე დაამატე საყვირების რაღაცა ესა, ისა, მოკლედ დიდი ის არის, რა ქვია, წნეხი, სტრესია, რა თქმა უნდა, ყველასთვის და ასევე ყურთასმენისთვის არის საკმაოდ ძიმე, გარდა იმისა, რომ აი სტრესავს ეს მომენტი, ასევე კიდე ყურში აი ქალაქი რო დაქოქილია, აი ეს განცდა, ხო? და ამბობენ, რომ შეიძლება ყურთასმენასაც ესე ვთქვათ, ვნებდეს და აქვეითებდეს სმენადობას, აი ესეთი გამუდმებული ხმაური. და ელექტრომანქანები არიან იმდენად ჩუმი, რომ მეორე რამეზეც მიფიქრე, რომ შეიძლება ვერც მიხდეს ადამიანი რომ უახლოვდები. აი თქვენ რას გვეტყოდით აი ამ სიჩუმესთან დაკავშირებით? იმ მართლა ძალიან ჩუმია, კომფორტულია საცობში. გამონაბოლქვზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ საცობში ისეთ სუნთქავთ ზოგადად ადამიანები, რომ მხოლოდ მაგიტო რომ მოხდეს ელექტროფიკაცია სრულიად პარკის საქართველოსი, ალბათ მართლა ავადობაც ძალიან შემცირდება. კვეთრად. და რაც შეეხება ხმაურს, თქვენ თქვით თიკა, რომ ვერ იგებო, გიახლოვდება თუ არა ავტომობილები. ავტომობილებს აქვს სპეციალურად დაყენებული, რომ დაბალი სიჩქარით რომ მიდიხარ, აი რომ უახლოვდებით წრიპინებს, რომ გაგაგებინოს, რომ მოვდივარო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაიგებ. ფეხით ქვეითისთვის ვობთ თქვენ ამას? ქვეითისთვის იგებს წრიპინს, რომ ავტომობილი ნელა გიახლოვდება, კი. სამაგერო ჩაული ისე რომ არ დაუტოვებ ამ შავყვამს. ხო, ნუ ეს გამონაბოლქვი ასევე შეიცავს, ანუ სითბური ეფექტის, ანუ იმ აირებს, რაც ჩვენ ანუ ვიცით, წლებია, ამასთან ბრძოლა მიდის, იმიტომ წამოვიდა ეს ტენდენცია ჰიბრიდების და ელექტრომანქანების, რომ ეს აირები აზიანებს ჩვენი ესე ვთქვათ, ოზონის შრეს, ასევე ანუ აი სათბურის ეფექტს ქმნის, რაც შემდგომ ანუ მყინვარების დნობას უწევს ხელს და თლიანად ეკოლოგიას. მიზეზი სწორედ ეს არის, გამონაბოლქვი და გლობალური დათბობა. და აი მაინტერესებს აი რაღაცა ამ სითბური ეფექტის რამე შემქმნელი თუ არის, ან რაიმეს გამოყოფს თუ არა ეს ელექტრომანქანები. არაფერს არ გამოყოფს აბსოლუტურად. ანა საინტერესო რა არჩევანია ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში? არჩევანი დიდია საკმაოდ, ზოგადად ბაზარზე, ჩვენთან იმოტორს საქართველოში რამოდენიმე სხვადასხვა ბრენდის.
სხვადასხვა ტიპის ავტომობილს გთავაზობთ, ესენი არის პატარა SUV-დან დაწყებული, პატარა ჰეჯბექები, სედანები, რომელიც აქ გვაქვს წარმოდგენილი. ანუ აბსოლუტურად ყველა მოთხოვნის მქონე ადამიანს დაუკმაყოფილებთ თავის მოთხოვნებს და პრეტენზიებს. ის ამათაც აქვთ ის როგორც რავებს აქვთ მე სიჩქარეები თუ მეტი თუ რაღაცა მოცულობები როგორ არის გამარკვიეთ აკუმულატორის სიმძლავრე ხო აი როგორც იმათ აქ როგორც ცხენის ძალა აქ ცხენის ძალები რა თქმა უნდა აქაც არის უფრო ნელად დადიან ხო არ დადიან სტარიში მოსაზრება გაქვთ ანუ ბენზინს თუ ჭირდება აჩქარებისთვის დრო ეს ელემენტს არ სჭირდება თავიდანვე აჩქარებს მაგალითად აი ამ ბრენდის ერთ-ერთი მოდელი L6 ახალი მოდელი ყავს 2.7 წამში ჩქარდება ან დაფრინავს კი ბატონო აი როგორც საწვავის მანქანებს აქვთ ხო რომ რაღაცა ბრენდების ხო ეს რბილად დადის ეს ეშება ეს სწრაფად მოწყდება ადგილიდან ამას ძალიან კარგი მოხვევის რადიუსი აქვს აი ელექტრომანქანებში შეიძლება ესე ხაობები არის სირბილი აქვს ყველას აბსოლუტურად ყველა ავტომობილი ელექტრომობილი არის რბილი ჩუმი მშვიდი აი მართლა ყველანაირ კომფორტზე გათვლილი თუმცა იმის მიხედვით თუ რას ითხოვს კლიენტი შეუძლია ნებისმიერი თავის მოთხოვნა დაიკმაყოფილოს სისწრაფესთან მიმართებაში, რავი, მასაჟები, ძღოლი როგორ მანქანაზე უნდა დასვათ, თქვენ თვითონ რომელი უნდა მართოთ, ბავშვი რომლით უნდა ატაროთ, აბსოლუტურად სხვადასხვა და მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. დავიბენი რომელი მინდა არ ვიცი გიორგი. მოგწონდით ჩვენთან გაგატესტინებთ სხვადასხვა ავტომობილს და იქ გადაწყვეტეთ. გიორგი, თქვენ ხომ არ გექნებათ სურვილი? გამოვნებით, მე 2.7 მაინტერესებს 100 კმ/სთ 2.7 წამში. ანუ თქვენ გვერდი დამიჯდებით თუ თავად საჭესთან? მორიგეობთ. ნახეთ რა არის, სასწორები შეთანხმდნენ. სასწორები შეთანხმდნენ. კარგით, მაშინ წავიდეთ და ვცადოთ ჩვენს ტესტ დრაივი ელექტრომანქანისა და შემდეგ გაგიზიარებთ ჩვენს განცდებს, არა? ჩვენიერი. მადლობა. მადლობა და გელოდებით ელიაშვილის 59. გიორგი დაადეხელი ნებისმიერს. ნებისმიერ ელექტრომანქანას გამარჯობა. ერთილი იყოს თქვენი მობრძანება თიკა იმოტორსის შოურუმში. ჩვენ დაგვიყვეთ რომ ტესტ დრაივის საშუალება გვექნებოდა და აქ შეძლებდით პატარა მანქანების გამოცდა. შენს პირადად დაგვიყვეთ. შეგვიდნენ ერთ-ერთ მოდელზე, რომელიც 2.7. რომელ მოდელზე? ის რომელიც 100 კმ/სთ ამთარებს 2.7 წამში. კი ბატონო. აბა მე რა არჩევანი მაქვს? თქვენ არჩევანი და თქვენთვის საუკეთესო ქალბატონებს საუკეთესო ავტომობილს თავაზობთ. თქვენს წინაშე აი მოტორს LS7. ჯიპის ვერსია, რადგან გაერთიანებულია როგორც კომფორტული, აქვს ბენეფიტები, ესე ვთქვათ, ის სპორტული ბენეფიტები. სპორტული მეც მქონია, გიორგი, რა გეგონათ, რომ მარტო თქვენ იქნებოდით სპორტული? პირველი ეფექტი, რასაც გავლენას მოახდენს ეს ავტომობილი. ხელს მოვკიდებ? არ უნდა. მოგესალმები. აბა, აი, დაბრძანდი და ყველა ადგილზე იგრძნობთ თავს საკმაოდ მეტალური ეფექტი აქვს. ეს რა არის ხალხო? აქ წესით ხო აქედან მეტალი მიდის. გიორგი შემოიხედე. What? აკა, აი აქ დაინახე. გეკონება ვერტფრენში ჩაქვსი. თქვენ მაგალითად მძღოლი ხართ ატარებთ ავტომობილს. მე და თიკა ამ შემთხვევაში ვუყურებთ ფილმს და არ გვინდათ რომ ეკრანი იყოს ჩაწეული. ცალკე ამოვა ჩვენი მონიტორი. ექიმების გადაცემა გადის თან. დაახლოებით 7 რეჟიმი აქვს მასაჟის? მასაჟის. წელის ცალკე და მხრების ცალკე, ესე რომ ვთქვათ. თვითმფრინავის VIP კლასის ოთახი როგორიც არის და როგორც სავარძელიც იქ არის, ისეთივე აქვს ამ ავტომობილს უკანა მხარეს. ვაიმე, თავისით მივყავარ სადღაც. დაიწყო მასაჟი. ძალიან სულთან. მე მართავენ. მე ვარ უკვე მართული ამ მანქანის მიერ. ერთი პატარა ექსპერიმენტი მინდა რომ ჩავატარო რა აზრის ხართ. ქალბატონთიკა, თქვენთან მხოლოდ ერთი სათხოვარი მექნება. მინდა რომ რაღაცა თუნდაც ხმამაღლა რაიმე ისაუბროთ და მაინტერესებს ბატონ გიორგი რას ტყებს გაიქებს. თქვი აბა რამე? არა, ერთი თუ არაფერს არ ვამბობ. ხმამაღლად. ჩემი მანქანა რა ჯობია ხვდები? ჩემი ჯობია შენსაც, რაღაცა სპორტული რო უნდა გატესტო. როდესაც მაგალითად მუსიკები გვაქვს ჩართული რაღაცა, ანუ გარემოს სივრცეს ეს ავტომობილი არის 587 ცხენით. რამდენი? 587.
აჩქარება 0-დან 100-მდე არის 4.5 წამი. ესე იგი გიორგი მაირჩია სპორტული მანქანა, უფრო მეტად მე ყველაფერი ერთად. როგორც ხედავ ჩემს ეკრანზე, 360 გრადუსით იღებს ყველაფერს და შემიძლია დავინახო, აი ხარამინ არ მოდის, წავედი? მოწერე ჩემი ხვდე რადონის მუხრუჭი აქვს, რადონის სირბილის. და ნახეთ როგორი საჭირო. აი ეს საჭი არ მიიტარებია სხვათა შორის. იმედ მერთო მეშინია ახალი მანქანა, მაინც სხვისი მანქანაა ჯერ. აირბილი არის, არ მეგონა. იდივარ, რა კარგია. შეფიდავები თვითია. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. ნახე მუხრუჭი აქვს საკმაოდ ისეთი სენსიტიური. ძალიან მაგარი მუხრუჭებს. მაგრამ მე თუ არ დავამუხრუჭე, თვითონ დამუხრუჭებს. სერიოზული მიდგმა, ძალიან სერიოზული. აბა იმე წააჩინია. ესეც კარაკი არ დამყავს, მე ძალიან შიშარა და ისეთი რა. მაგრამ ძალიან კარგი. შედეთ. ჩემი იყო ძალიან მრავალფუნქციური, ძალიან კარგი, კომფორტული, სწრაფიც იყო ჩემი სხვათა შორის და ნუ ლამაზი რო იყო კი ნახეშე. ჩემი იყო მე ესეთი აჩქარები შეგრძნება, აი ავიღე კარგ მანქანებში და არა, ნუ აი სხვა შეგრძნება. ხო და ძალიან სტაბილურია. 1 2 3 და ასეცია. ხოჩა, კარგი ტესტ-დრაივი გამოგვივიდა. მადლობთ გიორგი. მადლობა თიკა. კარგი, წავედით ახლა დაუბრუნდეთ ჩვენ სტუდიას. რა ვქნა? ცოტა კი გაჭირდება, მაგრამ რა